საზაფხულო თეატრის შენობაში გიორგი ერმაკოვის მხარდამჭერთა დარბაზი შეიქმნა. ბათუმის მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს მიმართა და კეთილმოწყობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებში მიღებული გამოცდილების გამო მხარდაჭერა ითხოვა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, მერიის თანამშრომლები, მერიის აიპების ხელმძღვანელები, აჭარაში არსებული სამინისტროების წარმომადგენლები, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები, სკოლების დირექტორები. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ პოეტები, სტუდენტები და სპორტსმენები. შვილის მხარდაჭერა თხოვა ამომრჩეველ ერმაკოვის დედამაც. შეხვედრაზე საჯარო მოხელეების ყოფნას, ნაციონალურ მოძრაობაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად და საარჩევნო პროცედურების დარღვევად აფასებენ. ქართულ ოცნებაში კი ირწმუნებიან, რომ უქმე დღის გამო საჯარო ხელმძღვანელებს მხარდამჭერ შეხვედრაზე მისვლის უფლება ჰქონდათ და კანონი არ დაურღვევიათ. აქ იყვნენ მოსული ის ბათუმელები, თავის პარტიული, თავის უპარტიო ნიშნით, ვინც მე მიცხადებს ხარდაჭერას, რომელთაც დიდი უღრმესი მადლობა გამოუცხადე. და ვესაუბრე იმაზე, რისი გაკეთება მინდა და გულწრფელად უთხარი რა უნდა გავაკეთო. ჭეიშვილმა და ერმაკოვმა გადაწყვიტა, რომ იმიტომ რომ ხალხი დარბაზი შეავსოს საზაფხულო თეატრის მერიის უკლებრივ ყველა თანამშრომელს დაურეკეს. გამგეობის თანამშრომლები თავიდან ბოლომდე არიან გაფრთხილებული ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები, რომ დაესწრონ აუცილებლად დღეს მათ შეკრებას და რავის მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან შორს ქართული ოცნება აუცილებლად ვერ წავა და აუცილებლად ჩაფლავდება რა. გამგეობის მერიის თანამშრომლები და რომლებსაც დღეს დილიდან დაგვირეკეს და გვითხრას, რომ ისინი დაბარებულები არიან ჭეიშვილთან და ერმაკოვთან შეხვედრაზე საზაფხულო თეატრში. ეს არ არის საარჩევნო შტაბის ორგანიზებული შეხვედრა, ეს თვითონ მხარდამჭერთა დარბაზის ორგანიზებულია ბატონი გიორგი ერმაკოვის, ანუ შესაბამისად ეს ბრალდება ჩვენი მისამართით არასწორია.